ქვეყნა დორი ბაღდათია, ორადორი ცის ქვეშეთში, ის ბაღდათი არახშია, ეს ბაღდათი იმერეთში, ის თუნდაც ძალიან სულად გაიყვანე. ნუ დაგეწყო ქვემო თქო ჩამოსვლა და მე უნდა მეთქვა და. მე გავიყვაფე, შენი მღერი და მე გავიყვაფე. ის ბაღდათი. იმიტომ რომ შენ ლაპარაკი დაგეწყო უკვე, მე კარგად დააჯდება. მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის ახალი ოქტოპუსი, მე ლუკა ვარ, გიორგი, შევა, გიორგი. და დღეს გადავიღებთ ჩემს საყვარელ ვიდეოს და გუნდიშას ძალიან არასაყვარელ ვიდეოს, იმიტომ რომ ტკბილები უნდა ვჭამოთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი წარმოდგენილი გახლავთ ბეტსონ სპორტი. ბაღი, ბაღნარია ბაღდათი. ანუ აი, ჩემი დონის არავინ არ არის აქ. რა თქმა უნდა. ესე იგი, დღეს გვექნება დესერტების ეს არ გასინჯვა. ხიკლავს ჩემში ნიჭს და გაქანებას. ესე იგი, დღეს გავსინჯავთ დესერტებს, ყველა ტრენდული დესერტები მოვიძიეთ და ვეცდებით, რომ დავაგემოვნოთ და დაუწეროთ ქულები. საფხულის ხო ალბათ. იმედი და რას მოვდიოდი რა. აუ, ეს გადასვით რა. უწუნებს რაც დაიწყო. იმედი და რატო წამოვედი ანუ იქ ბატონი ჯემალი. საკარგი იყო. აბა. კობახ პირველი. არაშორები გოგონა დაისთან აისამდე მოგემსახურება. ბაბლთის გამოძახების მერე ორმა კაცმა გაიხრით და ყური ოქტოპუსზე. მოდი შედეგები ვნახოთ. ეს დაბრუნდა. ეს შეუხორცს და უკვე. და ერთი კაცი კიდე ესე ცალკე იძახებს ხოლმე მარტო ბაბლთის. ხო. მე მინდა რომ რეკომენდაცია გაუწიო ამ სასმელს, იმიტომ რომ არის ძალიან გემრიელი. ოღონდ ძალიან ძვირია. ზვირია 15 ლარი არის ხო? 15 ლარი ეხა ჟელიბონი იმაში. ცივი ყავა, აი სადმე რომ დაждე ხა 20 ლარი ყველგან ღირს ხო? თუ დაჯექი ხო? გამოსული 15. ანუ ყველგან ღირს უკვე 10 ლარი აღარ ღირს არსად. ხანი ბობათი არის 15 ლარი ღირს 9 და 4 შეფასება. ძალიან კაი. ერთნაირები გამოვიძახე რომ არ დაგეწყოთ მე იმას კარგი აქვს და მე ის მინდოდა და ბიჭო ძალიან კაია რა. ეს დრო დავაყოლოთ დესერტებს იმიტომ დავიწყეთ ამით. აი. ეს რისია? Tiger Boba. ო, ძალიან კაი. ძალიან გემრიელია. ხო. ხუთი რო გამოგვეძახებინა ან 6 და ბავშვებს ისთვისაც რო ყოფილიყო არ იქნებოდა. ა ზურას ეხა ოდესმე გაესინჯა. ზურას ჯერ 4 ხელი 2 ხელი უნდა გადაუნერგოთ კიდე. ჩატ. მართალია, ეხლა გამოვუძახებ კამერას უკან ხალხსაც. აი. რა გულისხმიერები ვართ? არ მინდა ჩატ. W მოწო. მოწო ხო აღწინს. კი. შენ კალა ხო არ წინს. ზურიკა რა მაგრა დგას იმაში კიბეებში აი ზუსტად არის გამოყვანილი. სადაც უნდა იყოს ზუსტად. კასტი მქონდა ოპერატორის ეგრე. აღვიწეთება. ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დესერტი გახდა ნამდვილად. ძალიან კაია და მე დაწუნებული ვარ რომ კიდე უფრო რაღაცა ორიგინალურები წინ გვაქვს. ხო და ნახე ერთადერთი ამას აი პროს სხვა გემოც მაინტერესებს რა. სულ ერთ და იგივეა. ხო და მე ეს ოქტოპუსის ხარჯზე რო იძახებ ერთხელ დახარჯებული. შეკარგ მე და ჩემი ბოიფრენდი ხშირად ვიძახებ. მოკითხვა აქედან ჯახარას. პირადი დასაყრია ეგ ბანანით არის. ესე მარწყობს. აღარ დაგითხოვთ. ხო, კაი. ხო, ალბათ გაგისინჯა მოდი. უღამი მაინტერესებს. კაი, მოიწყოთ არ ჯერ არ ჭამ. სპინი ქვია, სპინი. რაფია ერთად. ეხა დავიძენე საიდან სპინი. ეს გახოთ სპინი არის ნაყინი, ეს დარიჩინის არის კონუსი თუ რაღაცა? ხო, დარიჩინის კონუსი, ბანანი, შოკოლადი, ამათი არის მარწყვის და გავსინჯოთ ძალიან საინტერესო გამოიყურება. მე დაგელოდე გიო. მართლა კი არა. შენი კაი იყო. შენც. ესებია. არ გასინჯე თქვენ ერთმანეთის? არ გამოსინჯო. მარწყვის ჯობია. მარწყვი? მე მარწყვის მაგ. ბანანამდე ვერ მივედით და. გლუმიერები რო ეგეთია, ხო? ეხ, ტრდელნი. ეგენი არის სასახელი შეიცვალეს. ხო? მაშინ გასინჯული მაქვს. გაიყვნე. რა ვერ გაიყვე, კაცო. ძალიან გემრიელია. ეს ნაყინია? თუ ის არის იოგურტი. გაყინული. არა გეთებთ ხოლმე სახლში ესეთებს? ჰა? ბებიებს ჩამქონდა შვეიცარიიდან. ანუ ხო და 18 წელსაც 18 წელსაც ვიყავი მაკდონალდში. რა ნაყინს ვაკეთებდი? მართალია. აი გლახები, ნახე რა. ბიჭო, არა, ბევრი რაღაცა გვაქვს გასასინჯით, თორე ამას
გადავიგდებდი ყბაში. აი ხა დიდი სიამოვნებით შევჭამდი ბოლომდე მეგობრებო. მეც. მეც დავტოვებ რომ ანუ აბსოლუტური რეკომენდაცია ჩემი სპინის. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. ღირს, მაო, ღირს. რეკომენდაცია. თუ არ მოგეწონათ შემაძილეთ ტრაქში. კაი, შემდეგი დესერტი. 4 ცალია. ლიმონია. ლიმონი, არა, ლიმონს მე ლიმონი არ მიყვარს. ჟოლო, ოპა. ეს მაგარი ჟოლოა. აი ეს არის ჟოლო ძალიან კარგი. ჟოლო ძალიან კარგი. მალინის მე მალინა არ მიყვარს მართლა, მაგრამ ჟოლო ეს გახლავთ ჩის ფარმის ჩიზკეიკი არ არის, ესე გითხრეს. ტარტი, მოგზლის ხაჭაპური ვით რატო ჭამს ეს. ტარტი და თითო ღირს სადაც 25 ლარი. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი. ხილი არ დაინა რაც ნამდვილად. შემევა თქო რომ პირველად ნახე ამდენი ხილის ჟოლო. ტარტი და გვერდზე რო აყრია ესა კიდე. მაგრამ ძალიან ნაზიკი არის. გემრიელია. გემრიელი არის ნამდვილად. ძალიან ჰაეროვანია მართლა. იმენა დნება პრეში. უნდა შენ გადაგეკეცა. ანუ ვახშა უნდა დაღეჭვა და იმენა დნება. მე მგონია რომ აი ხა ეს ჩემი ის არ მოუხდა ტოპინგი რა დიდად. მარწყვი ძალიან უხდება. ანუ ერთი ცალი გამოდის ამდენი 25 ლარი. 25 ლარი ბიჭო. 25 ლარისთვის ძვირია. ოღონდ ძვირი კია, მაგრამ ძალიან კაია რა. კარგი არის. ესეთი ექსტრა კლასის ტარტში შეიძლება გადაიხარო. ტარტი ამდენი არ ღირს ესე რო აიღო შეიძლება. ესეთი მაღალი წელიწადში კლასის. ერთხელ მიეცით თქვენ თავს საშუალება რომ არა 25 ლარი მთლიანები ღირსია ჩემს ზოგგან. აი გუნა მე მართლა. 25 კლიანები მე კაია. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ფასის პონჩი, ანუ პროსტა ძალიან გემრიელია ეს რა. მე რეკომენდაციას გავუწევდი, იმიტომ რომ ფასის და მიუხედავად გემრიელი იყო. ერთადერთი არის რომ ეს ჟოლო რო ხდებოდა, უფრო მალინა უხდებოდა, რაც გავსინჯე. და ამ ტოპინგით უფრო კარგია. ეხა ამან თამასა ძალიან ზევით აწია უკვე, იმიტომ ეს ძალიან მომიწონა. მე არ მეგონა ეს თან მომიწონებოდა. სულ ეს არის შეჩემო. აუ შევას არ შეხვდა. 3 ცალია შეჭა. 3 ცალი და ეს. ბიჭო რატო არის ამ ხელა შეკურაში შეშე? ხო, აი ეგ შენიშნა მაქვს. მეგობრებო, აი იმიტომ რომ სუშის ზავიძენიედან გამოვიძახე. ეს როგორ რას მაგონებს? ლოტო რა მოდიოდა ხოლმე, ხო იცი? დიდი ის რო იყო და 3 ცალი ბურთი რო დაგორდებოდა და მე ელოდებოდი რომ კიდე გაგორდებოდა და შეივსებოდა. აქ არაფერი აღარ გაგორდება, იმიტომ რომ არის 3 ცალი ამ ხელა შეფუთვაში და ეს ნორმალურია? აი ეს ნორმალურია ეხა? როცა 33 ლარი ღირს. რა ქნას შევა, მე ხომ და გვიყუროს როგორ ჭამ. ეს 33 ლარი ღირს? შიკა რა? ეს ერთ ცალი ბიჭო 11 ლარი ღირს? ვა, მათემატიკაში ძლიერები ყოფილვართ. მოჩია რა, კაი, მოჩით ეხა. მანგო და რაღაცაა. აი ბიჭო, რა იუმორი რო გაქვს ადამიანს, არ დაიკარგები. ვერ გავიგე. ო, ნახე? რა? აუშავს ეს. კაი, გემოს შეუცვლის და გამივიდა. ეს მინდა პატიჟა ეს გურამ ბაღდოშვილი. მაო. ჩათ. გაგიმარჯოთ. კაი, ეს ძალიან დიდრულია უკვე, იმიტომ რომ ამ მასის რაღაცაში 11 ლარი ფრანკბილი. აუ ბოშო. ლაქშერი ლაიფი არის ჩემი რა. გემრიელი იყო, მაგრამ ძალიან ტკბილი. 3 ცალი ეს ხოლე 33 ლარი ღირს, არანაირი გემო აღარ მაინტერესებს. ხარ იყო მე ჩემს ძალიან კბილი, ზედმეტად კბილია. ხო, ნუ შენ არ გიყვართ კბილი და ვაი. მოჩი ისე ძალიან ძვირია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ხა ვჭამე. სულ რაღაც 33 ლარად 3 კაკალი კონკიასათვის და ვარ უბედნიერეს. პირველი ისა რასაც რეკომენდაციას არ გავუწევ. მეც. ესა ნერენ გოიმები მეგობრებო, მე მივხვდი, რომ ჩემი დონის ხალხი არ არის. მე აბსოლუტურ რეკომენდაციას გავუწევდი ამას. და რა ვიხე 33 ლარის გადადება რა ეს დესერტი და ლამაზად ჩაიკოკლოზინო პირი, ჩემეზე სულაც არ არის ცუდი. ბჭოლს 20 ლარი ვარ და მაინც არ გავუწევდი, არ იყო კარგი. და ჯერ ერთი რანაირი ყუთით მოხდა, რანაირი დევშიგნით, საცოდოობა. მე მაგალითად აი სამ კაკალში ამდენიც მივეცით. რეპორტაჟი მაგაზე ნაკლებ ხელფას მიხდიდნენ. ძალიან კარგი. კარგი ვიღაცას რო ეთქვა ჩემთვის რომ შენ რაც იმუშავე ხა, აი ეს არისო. ამით გადაგიხდითო. ხო. ამას მაგას ვერ ვიყიდიდი ხო თავიდან. არა, 2 სუფთად, ხო. 2 წელი მოგვიგო? და ხურდა დაგშევდა ავტობუსით.
აი ეს რაც იყო მთელი ლისტი რა, ეგრე ყოფილიყო სავსე. აი კიდე რაღაცაზე დავფიქრდებოდი. არა 10 წელი რო ყოფილიყო შიგნითან რაღაცა ბაზარი არ არის. მაგრამ გვეყოფოდა. რო გამოიძახა ეხა რო დახედი იმას სურათში ხო ვერ წარმოიდგინე რომ 3 წელი ეგდებოდა თან სურათში ესე. 3 წელი ეხატა. დააფასე ჯოლო სტარტი? ჟოლოს პარტი ხამას შესაძლებელია საერთოდ. ხო, მაგრამ განსხვავებული არის რა. ანუ განსხვავებული ესეც არის, მაგრამ ანუ კარგი, გადავიდეთ თოდი შემდეგ დესერტზე. ველცა, კაი. ეს იჭმევა? ნელა რატო იკლებს რაოდენობა რაღაცების. რა კაი ტიპია. აი შეჩემო დედა რა ეხა. ეს რა არის? ეს გახლავთ ამაი, არის გიორგი დანელიას food აზიური ის არის. დანელ რა, YouTube-ს მიხედეთ ეს. ამაი სხვათა შორის მე გასინჯული მყონდა ეს არა და ძალიან გემრიელია. ხო და ის რა არის? ამაი, იმაი, რა ამაი. ქვია ამას რა არის? შე რო ყავ, იმაი რო ყავ. Black Panna Cotta. ბლეკ პანაკო ხო რა უნდა და. მე მეგონა რომ კატაც 14 და 50 ღირს ერთი წალი. სუნი გაიე. თან არაფრის გემოარაგ და თან შოკოლადის გემოაკ. არა, საჩემო არ არის. მე მისვლა პანაკოტა. მით უფრო გავერთე რომ თანთალებდა. სულ ეგეთ დესერტები აქვს ამაიში. გასინჯული მაქვს რაღაცები და მე სხვა რაღაცები რომ თან თალა რაღაცები აქვს და ცომები აქვს ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი. ამაზე არის ფასდაკლება, შენ თუ თანთალებ. თუ შედიხარ და შეგიძლია მაგის გაკეთება. მართლაც დაკლებით იყო. ამაის ჩემგან რეკომენდაცია, მაგრამ ამის გამო არა. მე როგორც პანაკოტა მომეწონა. 35 ლარი არის ჩემი აზრით. ო, მე ჩემი არის დღის, იცი რატო? ნუ აქამდე რომ მიხვიდე ხა ესეთი ფორმა რომ გამოიყვანო და სერვირება რო კონდეს ესეთ მაღალ დონეზე, ვიდრე მოტანილი არ გაფუჭდა და არ შეელახა. ანუ კარგი ნამუშევარია. გემოზე ბაზარი არა, შეიძლება თქვა რომ აღის, მაგრამ თვითონ ნამუშევარი ხოლმე შეაფასო როგორც. ეს გამოვიძახეთ თუ რა მოიყენა? ეს თავის მოვიდა. ეს მე გაუწევდი ამაის რეკომენდაციას გაუწევდი, რომ გასინჯეთ, იმიტომ რომ განსხვავებული დესერტები აქვს. შემდეგი არის არის კბილი სააკაძე. და გამოვიძახეთ გირჩები, რომელიც ბევრმა ხალხმა არ იცის. რატომ არ იცოდა და კალა გაგიჟდა ეს როგორ არ იციო. ორშაბათობაში ქონდა ფოლი და სადღაც 85%-მა არ იცოდა ნამცხვარი გირჩის არსებობის შესახებ. ახლა კი გვეძლევა საშუალება რომ დავაგემოვნოთ, აი მე რო გირჩს უყურებ ესეთ ნამცხვარს. მახსენდება 90-იანების დაბადების დღეები, სადაც ამასთან ერთად გვერდზე იდო ტრუბოჩკა, გედები იმაზე, ტორტზე და სოკოები. და ზუკო. რა ზუკო თავიმაზე შეჩემა? დაბადების დღესე? დაბადება კოკაკოლები იყო შეჩემა. ჩემთან ზუკო იყო. უბიძი მორა. მობიზა, კაი გემო არა. სუნია ხელასა. ბიცოლა ჩემ ბევრად უკეთეს აკეთებს. უბის გემო აქვს შეჩემა. ბისკვიტს აქვს უბის გემო შეჩემა ეს დააფერ. მასუნინე? მე უბიზრემო არ ვიცი. ამიტომ რაღაც გემო. ხო, სუნიც დაკრავს, ნახე. აა, პირველი სამი რა კარგად დაიწყო მართლა ის რა არის? თითო ღირდა 3 და 30 მე მგონი. ხო, ნუ 3 და 30 კი ღირს მაშინ შეჩემ. რაღაცინებს. ტრაკიდან გამოვარდნილიყო. მე ცოტა ხალისიანი განწყობა დავკარგე. მე ჩემთვის ის სტარტინელნელა უფრო გოუთი ხდება რა. არანაირი პირადული, მაგრამ ეს პარტია ახლა რაც მოვიდა, მე ჩემთვის უბის გემო ქონდა რა. ნახე რა მაგარი რაღაცაა. ვა, ნახე, ეს მოჩი არ ჯობია. კაი, სანამ გადავალთ ამ საინტერესო დესერტებზე, უთხრათ მაყურებელს, თუ TBC-ია ჩვენი მხარდამჭერი და სპონსორი. საკმაოდ დიდი ხანია და ბევრი საინტერესო პროდუქტი აქვს TBC-ს. მაგალითად აქვს საგანძურის მარათონი, სადაც 4 საგვარეულო ეჯიბრება ერთმანეთს, ანუ რომ შედიხარ TBC Mobile Bank-ში. თამაშო დაიწყო, შეგიძლია აირჩიო ერთ-ერთ საგვარეულო. ითამაშო, მაგალითად ითამაშო Flappy Birds-ი არის და სხვადასხვა მისიები შეასრულო Mobile Bank-ში და ამით დააგროვა მონეტები. მთავარი მუღამი მაგის არის, რომ მონეტები დააგროვა. ადრეაც იყო მარათონი, ჩვენ შევეჯიბრეთ ერთმანეთს ეგეთ. ეგეთი ისინი არის და მეგობრების მოწვევა შეგიძლია ამით და ისინი თუ შეასრულებენ მისიას უფრო მეტი მონეტა დაგიგროვდება და არის გათამაშებები, საკმაოდ სოლიდური კარგი პრიზებია. ყოველდღიურად არის 100 ლარი, ყოველ კვირა არის 2000,
ყოველთვე არის 10,000 და საფინალოს, ანუ ფინალში ვინც გავლენ, იმ საგვარეულოს წევრები 50,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან დაჯილდოვდებიან. საკმაოდ სოლიდური გათამაშება არის და ღირს რა ამ გართობა და იმაში ნელ-ნელა რაღაცები რომ მოიგო. მადლობა თემისის ამისთვის. რომელია? არა. დოვლათია. მართლა ხო. ორიანი და დოვლათიებში ხა. კიდე არის ესე იგი ბარათიშვილი, ანა ბარიძე. ეს ანა ბარიძეებში არ შეგეშალოთ, სხვა გვარია საერთოდ. და არის ხარჯიანი. ხარჯიანი არ ვარ კიდე კაი. ნუ ვარ, მაგრამ ხარჯიანი მივხვდით 15 ლარს არიხდი იმაში ყავაში და. პირიქში თუ თქვი რომ გადასახ ყველგან ეგრე ღირს მეთქი. მოკლედ ყველაზე მეთქულას ვინც დააგროვებს სერიოზული პრიზებია და ალბათ თქვენ ერთით ჩაერთეთ მარათონში და ჩვენ კი გავაგზავნებთ ვიდეოს. და უნდა ეცადო რომ შენი გვარი გაკაჩო რა, მაგაზე არის კიდე რა. ხონათ მეორეზე. თქვენ მეგრელებმა ერთად რომ გაიტანოთ. დოვლათიები ვართ მეორეზე ხა რეიტინგში. პირველზე არიან ხარჯიანები მეგონი. ასევე ვიდეოს ბოლოს ჩვენ ერთმანეთს შევეჯიბრებით Flippy Bird-ის თამაშში და ვნახოთ ვინ უკეთესი Flippy Bird იქნება. მე მოგიკებთ ყველას. აი ეს რა ბევრი რამე მოგიტანია გუნდში და რითი დავიწყოთ? 65. გადავიხადე? ამ 3 რაღაცაში. ხო. იმით დავიწყოთ, მე ეს მაინტერესებს. ხო, ამაზე თვითონ იქ ვინც იყო გოგონა, იმან მითხრა რომ ეს არის ჩემი ფავორიტი, ყველაზე ძალიან ეს მომწონს. დავაი 3 2 1 აკინა თუ ყინულია შეგდით. გემრიელი არის, მაგრამ შოკოლადი არ არის ეგეთი გემრიელი. იდეა მომწონს, მაგრამ გემო ეგრე არ არის. იგნება ზაკაი რა, ესენი როდეს ბურთები რო რა ამოიღო უცებ შეჭამო. უფრო ზერს იქნება, ცოტა პატარები უნდა იყოს და ბევრი. კიდე უფრო ეგრეთე მაღაზიაში იყიდება. უნდა ვიყიდე და გემრიელია. მე ძალიან მომეწონა. გამისტორდა ახლა. ძალიან უხდება. ხო, მაგრამ ინტენსივობა აკლია შოკოლადად. შოკოლადს უფრო მეტი? აკლია, ხომ თორე ის შიგი ნაყინის კონსტანციის შეგზნება არ ქონდა. მქონდა რომ წყალი იყო უფრო, აი ყინული, ხო? ნაყინი ეს ხა ნაყინის შეგზნება რომ ნაყინს ჭამდე არ ქონია რა. ეს რა არის? ეს არის რა ქვია? მოჩი. მოჩი მაგარია. ეს არის იმის ხო? შოკოლადი წაკე. საერთოდ არ ვყავს, ვერიტას. დავაი. ნადუღის გემრად ვახ. ძალიან ნეიტრალური. აი ხა ეს მაგალითად 33 ლარიანი იყო. იმას სახე. იმინა ბევრად ჯობს. ესეც იგივე როჯაა რა, რაც ეს რა. ოღონდ ხილი. დემოებია ალბათ მათ ხილის, იქ ხილი და შოკოლადი. რომელი გავსინჯოთ? ნატვინი. ვა, ლუკა. როგორია, ხო კაი? რაღაცა გავგრილდო ცოტა. ხო იგი შევაზილო ხა შუბლში. ძალიან მისია მომეწონა. ძალიან კარგი იყო. ჩემ მოკრძალებული აზრით. ძმაკაცები ერთად რო ჩავოთ ეს. და მე ამაში ფულს არ გადავიხდით. ნამდვილად მეც არ გავუწევ რეკომენდაციას სამწუხაროდ. მე მომეწონა, მაგრამ პატივს გცემ და აღარ შევჭამ. ხო, მაგრამ მე მომეწონა. აი გავუწევ. შენ მოგეწონა? რატო? აი შოკოლადი მომეწონა. კაი მიგინება რა, ხო აი რო დადიხარ რაღაც ან ზიხარ და ეცაც თითო-თითოს ვაჭამ. რო ანუ თითო-თითოს ვაჭამ რა. რო დადიხარ. რა რომ მოძრაობ რა. ხო, მაგრამ ეხლა რომ დამჟდარზე გასინჯე, ცოტა აბაროტი ხوار მოგცა არ ვარ. დამჟდარზე ისე არ მომეწონა, დავდიოდი და კაი. აბა ადექი და ისე წავა. ეს მაგა დაგვიღო სიარულში ეს ყველაფერი. ეს დესერტი გავიქე, მაგრამ ეხა იქნება ის სტარტი უფრო გემრიელია რომ დადიხარ. აი, დამჟდარზე. შემდეგ გავიდეთ გაით ვერბინოთ და სილბეში არ გაგისწორდება. ეხა უკვე იმაშვები რა ქვია. დემაგოგი. გლიცინე. ხო, არა რომ მე და გლიცინე. თან ეს რომ მოყვა ძალიან კაია. ყინული თავის რომ ხო, ეს რომ დადიხარ რომ გავფრინდე და დაიდო მე. იმაშვება რა. აუ, ბაზარია რა, მაგრამ ჯიბეში ჩაიდე თამას და ვაფშე გისწორდეს.
ეს გახალთ კაფე 43 მეგობრებო 50 ლარია გადახდილი ამაში ანუ 25 ლარი ღირს ერთი ცალი მოგაცხარი ორ ცალში 50 ლარი ეს არის მანგოს 25 ლარი დღეს ერთი ცალი ეს? ხო ბიჭო აი უკვე ძალიან ძვირია 25 ლარი თითო შეამაში ძალიან ძვირია რა უნდა იყოს ეგეთი თვითონ იდეა კარგია რომ მანგოს დესერტია აწყობილი და შეგნით მანგო აქვს ოღონდ მანგო არ არის ეს რა პოზაში უნდა ჭამო? ეს ხიდა ხეზე. რო აცოცდები ეს ხოდა გიჩნდება ან მაგარი. ათუმში უნდა შეურჩიო პოზა მანგო პანამა დარდო ფაბარა. ვაუ იქნება ოპა ეს უკვე პროფესიონალურად ისწავლე ოჩაღურდა არ უჭამ გელოდებით. ძალიან კარგი 53 კაფე ესე იგი. კაფე 43 ვაუ ჭამგელოდებით ხო და რამდენი ხანი გელოდო დოტემო. ვეღარ მოითბინა არის სამყაროში რაღაცები რომ აი ციგნზე ფილმზე რა რომ შენ ვერ ხვდები. ანუ ნახავ ამ ფილმს და ვერ ხვდები რაღაცებს, იმიტომ რომ ნუ არ გაქვს საკმარისი გამოცდილება. ჩემი აზრით ესე არის ამ საჭმელსაც. ეს ჩვენ ვერ მივხვდით. თუ შენ მივხვდით, ჩვენ ვერ ჩავწვით. ბიჭო თევზის გემო აქვს თუ ეხა არა ეგ უნდა მეთქო შევზმებას ვიცავ ხო აი ბიჭო გააშნიერა თუ დადიხარ მაგ დროს კი. არა მე არ მომეწონა. თევზის გემო ხო აქვს მანგოზეც არ გიждები ხო მაგრამ აქვს მაგას გაქვს კრემს აქვს რაღაცნაირი გემო. ბიჭო თევზის გემოა გამოვშტერდი შეიძლება არ იჭმევა ვაფშე. ეს ვიზუალურად. არა ის ზედაც უნდა აიღო. არა ეგაც თევზის გემო არა არა კაცო სუფთა დანა იყო. აიღე თუ მოგეწონა. თევზის გემოა მართლა არა გემრიელი ცუდი არა არა ჩემი აზრით არ ვარგა. ჩემი აზრით, ჩემი გემოვნებით ძალიან ცუდია. საშინელება ეხლა კიდევ ჭამე რომ ხო არ მოუტყუდი მეთქი თავიდან თქო რა არა მე ხარას და მანგოს როგორი გემოა აი გემოა მანგო მევასო წვენიც ვასა მანგოსი თვითონ მანგო ხილში მანანა დარდო ფაბარა ანგატყუე პანარა შალალალალალა კაფე 43-ს დარწმუნებული ვარ რომ ეხლა ტექნიკურად ეს ძალიან მაგრაა შესრულებული და კაი რაღაცები მაგრამ გემოთი დესერტი თუ გევასება თევზი და დესერტი ძალიან თევზის გემოსკენ მიყავს ხო ნუ ბევრი რაღაცა ეგეთი რომ ძალიან ბევრს უყვარს თესლია რაღაც და შენ ვერ შეჭამე ხარ რა ჩვეულებრივი კონდია აუ რამდენი ხანი არ მიჭამია და ბამბის ნაყინის ტორტი შაქრის ტორტი შეჭ ეს მოდაჩენილი ხო ეს რა ღირდა ბოდიში 20 რა 20 მართლა ეს არის 5 ლარი მაქსიმუმ რატო დაახვია და პლასმასებში იდევს და რაღაც ანუ აი 7 არა 17 და 90 ძვირი წავიღოთ ფარს კლაპი აბა შეშემავზე ფარს ბიჭუნები ვართ აიღე ფენა აჰა ოპა აი გასასწორია აჰა რა შაქარი არა მე ხო მართლა ის არის რა ჰაჰა 3 ლარის ბამბის მაროჟნია და პროსტა იმიტომ რომ ტორტია 17 ლარი რა ამბავია ამის ჭამას მე რავი გირჩევდით რომ ჩვეულებრივი ბამბის მაროჟნი ჭამოთ იგივეა და უბრალოდ ტორტის ფორმა არ აქვს და ბევრად იაფია და იმას ჯოხი მოყვება ბავშვს გაუხარდება სვახში თუ მიუტან ამას რა ერთ-ერთი 2 წლის ბავშვს ხო ჩემი აბსოლუტური გამარჯვებული აი არ დამთავრებულა შენ გუნა მორჩა ხო ჭავჭავაძიდან final boss-ი Starbucks-ი one man სიგარეტი რატო დევს მოცივაში ვიშედო რატო შევდივაცივაში მე რავი ბიჭო მაგარი მოცულებული აქვს შენ აბა სათხარ ახლა მიეცი და მოციოს სათხარ რა მიეცი და მოციოს გრილად იქნება დადების დროს საიცის დავდე რა მასიო შეგინდა წევდა გასწავები ვითხარ ბელგიური შოკოლადი ზარეთ გამოვიდა გამოყოლები ჩვენ ვართ ამ სიტუაციაში შეჩენა მოცივაში და სიგარეტი რა მოხდა არა ბაჭკაცაა ერთი ღერი ხო აშკარა ტოვნა შევედო 13 წლის რო იყო და მალავდა კიდე მესმის ბაჭკა თორშუდა ბელჯიუმ მომიკიდე მაციორში გავიდა თუ აქ რა არა კიდე არა უკაცრავად ერთი აკვაბლუ და ერთი ნიგზით სიგარეტი რა მომს ვა სხვა მუღამია ბიჭო ამის მოწესად ცივია და კაი იქნება
არ მოვწიოთ კალა წამოგავიდეთ. ოიცა გამოვიღო მას. სივაში შევიდეთ ცოტა. ახალი ადგილი გაიჩნდა მეგობრებო სახლში მოსაწევი. კარს რა შევაროზი შეგნიჭა. ისეთი სიცხეებია თბილისში რომ Pode cantar შემედო. მის გაუგია შეჭე პაჭკი შემედო ახლა. თითო გერობით შეიძლება. მაღაზია მე. პაჭკა საყეულეში უდევს. კარგია, აბა დაუბრუნდეთ ჩვენ ვიდეოს მეგობრებო. ეს არის Belgium chocolate რაღაცა кейკი Starbucks-იდან. რა ფასი რა არის? 60 ლარი. ყველა. 15-15-ია თითო. სიგარეტი ჩედის? ნიკა აწერია თან ახე? რამე სხვა სახელი უნდა გეტყვი. გოიმი ხარ რა. მეორე ხალხი იყო შეჩვენა და გამით. რო აუხსნათ მაჩა ხალხს რა არის? მეც ხარ ვიცი და შენ აუხსნა. მაჩა ეტა ჩაი ოღონდ მაჩა. შევ. შაი ყოფილა კუჩნასლავის მოქმედებისთვის. ან ძალიან ჯანმრთელი პროდუქტი არის რეალურად. თავი აი ეს არის რა ქვია. ვოუ! მარწყვის მარცხვიანია. როგორ უნდა დალიო? თავზე გადაიხსნა. ზაცობია. აუც. არია? არა, მწარი არ არის, პროსტა დებილობა. ფუ. ჩატ. მიატნი გემოვაკ. ეგეთი ცუდია? აი არა. არა. აუ, ეხლა მას მოეწონება და დაიწყებს მე. ამის გამო რიგში ვინც იდექით? ანუ შევარდნაძე. არ არისო დიდი რიგები. 7-8. ტატოს გრეხი გითხრათ? ტატო რო გაიხსნა დანკინი იყო რიგში იდგა იმაში რა ქვია. იმიტომ რომ ხამი არის რომ დაინახავ სახალად გაიხსნება. Starbucks-ში არიყავი? რა ვიტყუები ეგრე თქვი? შენ გადაცემაში გაიმართლე თავი, აქ რასაც გვინდა იმას დაგაბ. რო დონატი მევასებაო ძალიან და არ მაჭამესო. ანუ აბრაზებული იყო. აშოხლა. მეც ეგრე ვიცი რომ რიგში იდგა. არ მდგავარ იქში შიქო. არის ეგ მე. კარგი არა უშავს. აბა გავსინჯოთ ახლა. და Starbucks-დან ის გვეყიდა რა ქვია. ყავა. მაჩა არის ძალიან ტრენდული. ტრენდულია ეს? მაჩა. შემასხი უკან შეჭ. შავი შოკოლადი თუ იყავთ მოგეწონებათ. ალბათ. მართლა თუ ხალხა მიდი. შავ შოკოლადზე ვერ გაიფოფ რა. მე მომწონს აია. არა, Starbucks-ი როგორც გახსენთ, ისე დაკეტეთ. მოკლედ, გავიარეთ ეს დესერტიც და მეგონი მორჩა, ხო? კაი, ყველაზე კარგი რომელი იყო? უდავთ. არტი. ტარტი? და ისიც დამევა. ლუმიერი. ხო. ახლა სხვა რაღაცა ხო. პირველი სამი იყო ზანდარი. თავიდან რო ვიძახდით დარძე რომ ძვირიაო და მე სხვა რაღაცები რო გავსინჯეთ და უფრო ძვირები რო იყო და ასაშინელება რო იყო, ხო დავწუნდით რომ ეს არის კარგი ფასიც უკვე. და ჩერეს ღირს. მაინც ძვირია, მაგრამ ბაზარი არ არის, მაგრამ რო ბაზარზე სხვა რაღაცებთან შედარებით ღირს. შედარებით რა ფასიც აქვს, ხარისხი მაგალი აქვს ძალიან. კარგი, სანამ დავასრულებთ, მეგობრებო, ის გვაქვს სათამაშო. 2, 3. ეს ვინ არის? თაპ. ჩატ, თაპ. ნეღო მოყვე დავიბრიჯე. მე რაღაცა მარტივია. ეს მონეტები რო გამოვიტანო შემიძლია მე რა? 10 მონეტა. 11. 12. ხარა დადი შენი შეჩემო. ხოსტრაფთა შენი არა? არა. შენ ხარჯიანი რო ხარ, ეთქვა ნელადადის. შუ ეს არის ნერვების თამაშია? ჩათ ვინმეს თუ გჭირდებათ მონეტების დაგროვება შეგვეხმიანეთ და 20 ლარში შემიძლია აგიყვანოთ ასკულაზე. ოპა. წავე. 100 მეტრი რო თქვა 100-ზე დავეჯახე შეჩემო. წავე და მოდი და ერთად წავაგოთ. მიდი, 1, 2, მიდი. ესეც გამოიწვა. შენ რა თორქად შეჭი? რა სტრატეგია ხო? მე შენაპოზა. კალა შეუშალეთ ძმაო, მე რატომ მე თუ ველაპარაკებოდა არ ვიცოდი კაცო. ან ხო შემითანხმდი და ერთად წავაგოთ. ხო და ხო არ წავაგეთ და ეხლა რაღაცა. არა კალას დაერხა. ოპა! წაგე? ესეც მიასწრე. ერთით მოვუყურე. ხო?
ჩათ, ესეც მე მოვიგე ჩემი რა. სტრიმერ ხალხი გააჩქარა. რატო აღარ არის გოუთი ამ არხზე? W. იმიტომ რომ ის ახარ რა ქვია. ისიც ხარ და ხო იცი რა ხარ, ერთად ხო შევთანხმდით რომ მოდი მოვრჩეთო. მე მოვიგებ. მადლობა მეგობრებო რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. იმედია გაერთეთ, მე ძალიან გავერთე და ოღონდ ცოტა ბევრი მომივიდა ტკბილის ჭამა. არ დავაყოლეთ ჩვენი ერთ სპონსორი 9-დან 2 და 5-დან 2, იმიტომ რომ ამ თუმცა რაღაცებს მოუხდებოდა ახლა ვფიქრობ. თეროს მოუხდებოდა მართალია. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო 5-დან 2, 9-დან 2 ახალი გემო და ახალი გრადუსი. და ჩვენი წარმდგენი არის ბეტსონ სპორტი. ხა ეს ვიდეო რომ დაიდეო სოფლიო ჩემპიონატი დამთავრებული იქნება უკვე. ფენტეზის ვეღარ ითამაშოთ, მაგრამ ფენტეზი დაიწყა მე უკვე ახალი სეზონიდან და შეგეძლებათ რომ აპლიკაციიდანაც ითამაშოთ, საიტიდანაც ითამაშოთ და მოიგოთ ბევრი საინტერესო პრიზი. ჯგუფში კი მიმების გათამაშება გრძელდება, პატარა პაუზა გქონდა. მთავარი პრიზი ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ყოველკვირეული მაისურები და გასაცვლელი ბილეთები. კი ბატონო, ახალი მაისურები გვაქვს და იმ მიმს, რომელსაც გამოვავლენთ ხოლმე კვირის ბოლოს, გადაეცემა მაისური და 2 ბილეთი გასაცვლებულ შოუზე. ესათვის კი სულ ეს იყო, საინტერესო ვიდეო იყო, მადლობა ბიჭებო. და ისა, შევ მიდი გამოიღე სიგარეტი და წავედით ხალხი.